ნაციონალური მოძრაობა თბილისის მერიას უმოქმედობაში ადანაშაულებს. ოპოზიციის განცხადება მეტეხის გვირაბებთან გზის მონაკვეთის მშენებლობის გაჭიანურებას შეეხო. ირაკლი აბესაძისა და ნიკა მელიას განმარტებით სამუშაოები 12 იანვარს უნდა დასრულებულიყო. მათი თქმით, თბილისის მერიამ მეტეხის გვირაბიდან სოკარის ოფისამდე ასფალტის საფარის რეაბილიტაციისთვის 200,000 ლარზე მეტი 27 ნოემბერს გადადიცხა. ამ ბრალდებებს დღეს უპასუხეს თბილისის მერიაში. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის განცხადებით, სამუშაოები მეტეოროლოგიური პირობების გამო შეჩერდა და ის უახლოეს მომავალში დასრულდება. ეს არის სრულიად მართლაც ინერტულობა, რომელსაც მოუწონებს ბატონ ივანიშვილი დედაქალაქის მერს და მე ვთხოვ ბატონ ივანიშვილს ჩამოვიდეს და აი აქ იგემოს საზოგადოების ჭარბი ნდობა დარმანი არის ერთ ადამიანთან ანგარიშვალდებული ბატონ ბიძინა ივანიშვილს მოწონს მისი ინერტულობა, მაგრამ ჩვენ არ შევეგუებით და ჩვენ ვერავიტანთ ინერტულ მერს. სამწუხაროა, რომ როგორც ჩანს ეს ფული იფლანგება თბილისის ბიუჯეტიდან, შესაძლებელია თანამდებობის პირების პირადი დაინტერესებაც იკვეთებოდეს, ასე რომ მოუწოდებთ საქართველოს პროკურატურას დაინტერესდეს არაფერ თბილისობასთან დაკავშირებული კორუფციული ფაქტებით, არამედ საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებული კორუფციული ფაქტებითაც, სადაც მასშტაბი გაცილებით დიდია.